ამ ეპიზოდშიც კახეთს მოვივლით. ქართულ სამზარეულოზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა პირველ რიგში იმან, რომ უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს და გეოგრაფია, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნები, ის ქვეყნები, რომელიც ჩვენსკენ გადიოდნენ, გამოდიოდნენ, ეს არის საბერძნეთი, ბიზანტიის იმპერია, სპარსეთი, ამ ყველაფერმა უნიკალური პატარ-პატარა დეტალები შეიტანა ჩვენ სამზარეულოში და შემდეგ გახდა ასეთი მრავალფეროვანი თავისი ყველანაირი მონაცემი. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. სიღნაღი, ჭრელი ხალიჩები, კერამიკის სახელოსნოები, დაგეგმარებული ტერასურად ქალაქი, საოცარი ხედი. ეს ქალაქი ქალაქად როგორც ასეთი განვითარდა მე-18-მე-19 საუკუნეში და მისი განვითარება ერეკლე მეფის სახელს უკავშირდება. ეს იყო განვითარებული სავაჭრო ცენტრი, ხოლო მე-19 საუკუნეში უკვე ჩამოყალიბდა ასევე კულტურულ სათანადო. სანამ კახეთში მოგზაურობას გავაგრძელებთ, გალფის ბენზინ გასამართ სადგურზე ცოტა ხნით უნდა გავჩერდეთ და უგემრიელესი ჰოთ-დოგი და ყავა მივირთვათ. ჰოთ-დოგი მინდა ძალიან მშიეს. აბა, სამივე соуსი აქვს, ხო? უგემრიელესია. და მდოგვია, ბავშვობა მახსენდება ისეთი, რომ ეხლა კმაყოფილი იქნები მთელი გზა. ახლა კი მივდივართ კახეთის რეგიონის ისტორიულ სოფელში, მანავში, გიუანის მეღვინეობაში. ყველაფერი უნდა გავიგოთ ცნობილი მანავის წვანის შესახებ. მანავი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მეღვინეობისთვის. მოგეხსენებათ, აქ მზადდება, იწარმოება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, იმავე სახელწოდების მანავი. იცით, რომელი ჯიში გვაძლევს ამ ღვინოს? აბერამ კახური მწვანე. მართავს ბრძანებ, კახური მწვანე არის ერთადერთი ჯიში, რომლისგანაც იწარმოება ეს ღვინო, მანავი. მაგრამ მაინტერესებს ახლა დავათვალიერებთ ყველაფერს, დავაგემოვნებთ თქვენ ღვინოებს, მაგრამ მარანში მინდა რომ ჩამიყვანოთ და დუღილი და ეს პროცესი. მარანში ჩავალთ, თან რაც მთავარია, მარანში აგვიხსნის ყველაფერს ჩვენი მეღვინე გიორგი, რომელიც გველოდება. ეხლა წავედით. გიორგი ჯგუხაძე მინდა წარმოგიდგინოთ გიუანი მეღვინეობის მთავარი მეღვინე ტექნოლოგი და შემომიყვანა ყველაზე საინტერესო ადგილზე, სადაც შეიძლება რომ მეღვინეობაში მოხვიდეთ. ეს თქვენი ქვევრები. კი. ანუ აქ ჩავწურეთ წითელი ჯიშის ყურძენი, თეთრი ჯიშის ყურძენი. ამ ეტაპისთვის ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს. ალკოჰოლური დუღილის შემდეგ ქვევრში ღვინო გადის მეორე დუღილს, მალოლაქტიკურ დუღილს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებული არომატების წარმოქმნას ღვინოში. შეგვიძლია დავაგემოვნოთ. საკმაოდ მძიმეა, რომ იცოდეთ, არ არის ადვილი მოსარება. აი ნახეთ, ხდება ბუშტუკების გამოყოფა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხდება ალკოჰოლური დუღილი. კი, ეს დაახლოებით 2 ტონამდე მოცულობის ქვევრი არის. ანუ ესე რომ ჩავხტენ. ძალიან არომატულია, იგრძნობა მისი ჯიშური არომატები. მინერალები იგრძნობა. იგრძნობა ცოტათი. კი, ტანინები არის ეგ. არის, ხო? კი, ტანინები იგრძნობა აქტიურად. ამას რო დამზადებ, გამოსინჯ. აუცილებლად. აბა, თქვენს მოგზაურობა. გაიხარეთ. ვფიქრობ, რომ ეს ბოლოკი პური ყველი. ღვინო. ეს ღვინო უდა გადასარები, პური გადასარები და სხვათა შორის ეს იდეა ძალიან მომეწონა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ბოლოკი და მახსოვს ბებია ჩემი, ესე აკეთებდა ხოლმე კარაქს ადევდა მარილს აყრედა. და ძალიან ისეთი საინტერესო გემოქონდა. რა თქმა უნდა.
ბოლოკი ზოგადად ანუ კახეთის დამახასიათებელი არის და თუმეტეს აი რაღაცა უხდება რა ყველაფერს უხდება აი ხორცს უხდება ზოგადად ბოლოკი აი წვნიანი არის ბევრად და აი უფრო ანეიტრალებს მე გემოს ეს ცხიმის და იმის გემოს ზოგადად ანეიტრალებს ნეკნეს წვადი ზოგადად კახეთში ესეთი უნდა იყოს რა ვიცი ფანტასტიკია დავაყარე ბოლოკი კი ბოლოკი და გუდა ეს გავშიმჯავაბა ეს არის 2020 წლის მოსავალი და 6 თვე იყო ჩვენს ყველში რომელიც დავარგებული დავარგებული და ნახეთ პროცესი და მთელი ამბავი ეს არის უკვე ფინიში რას მივიდეთ ნახეთ როგორი ფერი არის კარვისფერი ახური მწვანე ქვებში დაყენებული ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვინოა აბა დიდი მადლობა მასპინძლებს მადლობა თქვენ სტუმრობისთვის ჩვენს მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ახლა თელავისკენ მივდივართ თელავის ბაზარია ჩვენი შემდეგი გაჩერება ეხლა მე ვარ თელავის ბაზარში არ არსებობს რომ ჩაუვარო ამ ბაზარს და არ შემოვიდე იმიტომ რომ განსაკუთრებულად მიყვარს აქაურობა ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებულს აღმოვაჩენ ხოლმე ეხლა აღმოვაჩინე ცოტა ხნის წინ ნივრის წნილი ჭარხლით რომელიც იყო სასწაული აქეთ როგორც ხედავთ არის აი ესეთი გემრიელი კუთხე სუ ჩურჩხელებია კახეთში ვარ ხო უნდა აუცილებლად გავსინჯო ჩურჩხელები და თან სხვადასხვანაირად მე ესეთი მიყვარს კაია ძალიან კაია ძალიან გემრიელია ყველა ძალიან გემრიელია ეს არის სეზონზე ჩემი ყველაზე საყვარელი პროდუქტი, იმიტომ რომ აი ეს ნედლინი გოზი როიფს ხნება ესე და მოტკბო გემრო აქვს. რა საოცარი ადგილია თელავის ბაზარი. ჩურჩხელებიც უგემრიელესი იყო, ნედლინი გოზიც და ყველიც. თელავიდან კი წინანდალში მეღვინეობა შუმში მივდივართ. ეს არის ასე ვთქვათ ვაზის ფონდი, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო კოლექცია. 2000-ზე მეტი ვაზის ჯიშია და სადაც არის 450-ზე მეტი ქართული. დარჩენილი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან. ვაზის ჯიშები დაცული იყო თავის დროზე სახელმწიფო საცავებში, საკოლექციო ვენახში. შემდეგ სხვა მიზეზების გამო უკვე რომ პრობლემები შეიქმნა, ჩვენ ეს ჯიშები წამოვიღეთ, ამავდროულად მოსახლეობაშიც მოვიძიეთ და უცხოეთის სანერგეებიდანაც ჩამოვიტანეთ სხვა ჯიშები, რომ აი ეს მრავალფეროვანი ვაზის კოლექცია შეგვექმნა. ვაი, ეს ვინ მოდის ჩვენთან? ეს არის ჟუჟუ, ჩვენი მეღვინეობის წევრი, დიდი მოწყობილობით სარგებლობს უცხოელებს, განსაკუთრებით ბავშვებში. ურძენი შეგვიჭამა. ეხა ეს ყურძენი უკვე ხო უფრო ტკბილია ვიდრე. ეს უფრო ტკბილი არის, უკვე ჩვენ ამას უკვე სეზონის შემდეგ ვკრებავთ, სადაც ვინდა რაც შეიძლება ბევრ ადამიანმა დაახარელოს კი და დააწყაროს. ეს კასრი აქ არის ეს თქვენი ეს არის კასრი, კასრის ფორმის. ეს არის შედის გვირაბი და ხდება აქ ზიგუს დაძველება მუხის კაცრებში. ზიგუ როგორი სასმელია, ღვინო თუ შემაგრებულია უკვე? ეს არის აი როგორ ხდება იკრიფება 350 ვაზის ჯიში ხდება მისი დუღილის პროცესში შედის 20 წელზე მეტი დაძველების კონიაკი, ცოტაოდენი ჭაჭა, უიდე და ჩვენი რეცეპტი რომელიც ეს ჩვენი საიდუმლოა. რასაკვირველია? უნიკალური სასმელი მზადდება მისგან და ძველდება მუხის კასრებში. ვაზის და ღვინის მრავალფეროვნებასთან ერთად ჩვენ გვაქვს ძალიან სახალისო მასტერკლასები, რომელიც უნდა წარმოგიდგინო და გამარჯობა. აი, ანი არის ანი საუკეთესო სპეციალისტი. ისი ხელით აწვოს ბალის არიყენებთ. ეს წითელი დოლის პური ყოფილი. კი, და ეს არის უნიკალური ქართული ჯიში, ენდემური ჯიში, რომელიც ჩვენი საკუთარი ხორბლიდან, დიახ. ეს უნდა ავიღო. და ამ ხრით აბა ანა გენაცვალე. აჰა.
ეჩა ყოჩა სახალისო მასწავლებელი ეს არის ჩურჩხელის სამოვლო. ესე იგი ანაკყავთ ეს არ ვიცი ისეთი აი ესეც ჩემი ეს არის ხორცით შეზავებულია ხახვი, ხინძი, კირპილი და ძირა. სხვა მარილი და თვითონ კონსისტენცია ფარშის უნდა იყოს ასეთი წყლიანი რომ მერე აი რომ მოგწოც რომ შიგნით ბულიონებია ეს ბულიონი გემრიელი იყოს მაგრამ მგონია რომ ესეთი ხინკალი მე ჯერ არ გამისიებს ქვილიათებზე დებთ რომ რო არ დაეკოს ხო ძალიან საინტერესოა და არაჩვეულებრივად გამოიყურება სომი ესე იგი თქვენ არ ხარ ეხა მიხარი ესე ვიხარ თეოლოგი უფრო კარგად გამომივიდოდა. ეს თეოლოგია? კი. ჩავდე უკანის კუჭი. ეხლა ძალიან საინტერესო მომენტი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად ილაზი ვარ და რაღაცა კარგი უნდა გავსინჯო. აი, ამ არაჩვეულებრივ გარემოში ეხლა ჩვენ გავსინჯავთ სოფლიოში პირველ ცხრიალას დაყენებულ ქვევში და თვითონ სახელიც შობილი არის ძალიან საღამოშიდობის წესაკად ბოლმა ეხა დაუბერა ხო? დასარევად გამოიყურება ფერის როგორი აქვს? შესაძლებელი. მადლობა დიდი. კეთილი იყოს. ეხა მე ვფიქრობ რომ ნიორი მოუხდება ამ ბაჟესაც ავადე პაურე ესე ვიცი ხოლმე მე ჯერ აუცილებლად გავსინჯო უარაფროდ ნიშნულოვანია პროდუქტის ხარისხი, მაგრამ ძალიან მარტივია, როგორც ეს მოიფარშა. ეს საინტერესო ხუნის შეფასება. ეხლა გადავიდეთ соуსით. მეაური ერთმანეთში ნიორი და ბაჟი. და ხო მე ვაყოლეს არაჩვეულებრივი გონია რომ ეს დააბალანსოს. ხინკალი მზად არის და ერთი სული მაგ გავსინჯო და უნიკალური სიმონასეულით დავაყოლო. ის ხინკალთან ერთად შეგირჩიეთ ასევე დაკარგული კოლექციიდან სიმონასეული ერთ-ერთი უიშვიათესი და უნიკალური ღვინო, ესე რომ ვთქვათ, 21 წლის მოსავალი, რომელიც ძალიან ნაზი სტრუქტურის ღვინო და ძალიან ისეთი ხალისიანი და დახვეწილი არის. მგონია რომ ძალიან კარგად უნდა წავუდგეთ აი ხინკლის წვნიან ბულიონთან. აი მე ესე იგი ეს ცომი კიდე თავის ცოტა სიტყბოს აძლევს და არაჩვეულებრივ გემოს მეცხრე კი ასეთი ღრმად სოდნისთვის ასეთი ამ საქმის სიყვარულისთვის მადლობა ბატონო კაკო
აი არ ვიცი, რაღაცა მოგიწყეთ დღესასწაული ნამდვილი. ძალიან სასიამოვნო. კახეთი მაინც ყოველთვის კახეთია. ვეგან მოსმენა. დიდი მადლობა. მადლობა. ყოველი ჩამოსვლა კახეთში უდიდესი სიამოვნება და შთაბეჭდილებებია. ახლაც ასე იყო. დასრულდა გემრიელის საქართველოს მე-9 ეპიზოდი. გამოგვყევით YouTube-ზე, არ გამოგრჩეთ გემრიელის საქართველოს შემდეგი ეპიზოდები.